რას აპირებს ეროვნული ბანკი ბრიტანეთის მიერ დასანქცირებული იმედისა და პოსტ-ტივის შემთხვევაში ნათია თურნავა ამბობს, რომ კომერციულმა ბანკებმა უნდა იმოქმედონ კონსტიტუციისა და კანონმდებლობით დადგენილი ნორმების შესაბამისად. ექსპერტების შეფასებით, ამით ეროვნული ბანკის ხელმძღვანელი საბანკო სექტორს ფაქტობრივად მოუწოდებს ბრიტანულ სანქციებს არ დაემორჩილონ. საერთაშორისო სავაჭრო პალატის ხელმძღვანელი ფადი ასლი განმარტავს, რომ სანქციების უგულებელყოფას სავალალო შედეგები მოხვება. ასლი წერს, რომ ამას შეუძლია ქართული საფინანსო სექტორი და ეკონომიკა სრულად გაანადგუროს. ახალი კანონპროექტი ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატაში, რომელიც საქართველოში რუსეთისა და ჩინეთის სადაზვერვო საქმიანობის შესახებ ანგარიშის მომზადებას ითვალისწინებს. დოკუმენტი ავალდებულებს ამერიკის აღმასრულებელ ხელისუფლებას კონგრესს დეტალურად მოახსენონ ინფორმაცია საქართველოში რუსული სპეცსამსახურების ქსელებისა და მათი მუშაობის შესახებ. უნდა შეისწავლონ ჩინეთთან კავშირებიც და მათი შესაძლო თანამშრომლობა რუსულ ინტერესებთან. ძვირადღირებული ოქროს სამკაულები 12 მაჯის საათი ჯამში 50,000 ლარამდე ძვირფასეულობა 16 და 18 წლის ახალგაზრდებმა თბილისში საიუველირო მაღაზია გაქურდეს და ადგილიდან მიიმალნენ. ორივე მათგანი ჯგუფურად ჩადენილი ქურდობის ბრალდებით დააკავეს. კოპულეთში ავარიას 2 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავდა კიდევ 1 პირი. დაშავებული ადგილობრივ კლინიკაშია გადაყვანილი, შემთხვევა კოპულეთის შემოვლით გზაზე მოხდა.